წყნეთის ცენტრში 2005 წლის 5 აპრილს პოლიცია მისთვის ჩვეული ნელი ტემპით პატრულირებდა. უკვე დაღამებული იყო, როდესაც პატრულის ეკიპაჟმა საეჭვოდ მომავალი თეთრი ფერის 06 მარკის შიგული გააჩერა. ზღოლი ვაგარშაკ გაიკისძე ლორის რუსო აღმოჩნდა. ის მაშინვე ნარკოლოგიურ დისპანსერში გადაიყვანეს და სიმცვრალეზე შეამოწმეს. თუმცა თრობის ხარისხი არ დაუდასტურდა. ლორის რუსო პატრულებმა უკან წყნეთში დააბრუნეს. თავისი მანქანა მიწოლით დააქოქინეს და გაუშვეს. ამ დროს საპატრულო მანქანას ჩინათა საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია მოადგა და პატრული ალექსანდრე მხეიძე ქთამის აღების ბრალდებით დააკავა. პატრული მხეიძის დაკავების ისტორია წინა დღეს დაიწყო. ჩემ შვილთან დაკავშირებით ლორის რუსომ მიმართა ვითომდა გენ ინსპექციას, რომ პატრული ინსპექტორი მხეიძე ავიწროვებდა, რომ ის ეწეოდა მეწარმეობას, აცხობდა ბულკებს და ესეთ საკონდიტრო მასალებს რუსთავში და 06 მარკის მანქანის რეალიზაციას უკეთებდა დაბა წყნეთში. ლორის რუსომ განცხადებით გენერალური ინსპექციის მაშინდელ უფროს ვასილ სანოძეს მიმართა, რომელმაც სპეცოპერაციის ჩატარება თანამშრომლებს დაავალა. პირველიც სწორედ ლორის რუსო დაიკითხა, რომელმაც ჩვენებაში ჩაწერა. ამჟამად ვეწევი მცირე ბიზნესს, კერძოდ რეალიზაციას უკეთებ საკონდიტრო ნაწარმს. პირად საკუთრებაში მყავს WAZ 2106 მარკის თეთრი ფერის ავტომანქანა ნომრით RBB 301. დაბა წყნეთში ჩემს პირად საქმეზე ხშირად მიწევს ასლა, სადაც არაერთხელ გამაჩერა პატრულ ინსპექტორმა ალეკო მხეიძემ და უმიზეზოდ მდებდა ბრალს სხვადასხვა ავტოსაგზაო წესების დარღვევაში და მძალავდა სხვადასხვა თანხას 10-20 ლარის ოდენობით. მას შემდეგ რაც ალეკო მხეიძისგან აღნიშნულ ქმედებებს დასასრული არ უჩანდა, მე იძულებული გავხდი 2005 წლის 5 აპრილს დახმარებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მიმემართა. გენერალურ ინსპექციაში მას ფული დაუნომრეს, 2 20-ლარიანი და 1 10-ლარიანი კუპიურა და წყნეთში გაუშვეს. მას შემდეგ რაც პატრულების ყურადღება მიიქცია, ის გადაიყვანეს ნარკოლოგიურში. რა მოხდა უკან დაბრუნებისას? ნარკოლოგიურიდან წყნეთის მიმართულებით. ლორის რუსო ჩვენებაში განაგრძობს. პატრულმა მხეიძემ გაბრაზებულმა მითხრა, შენიგულისთვის დავხარჯე ბენზინი და დრო და თუ გინდა დაგიბრუნო საბუთები, უნდა გადამიხადო 20 ლარის ოდენობითო. შევატყერა, რომ იგი მართვის მოწმობის გადმოცემას არ აპირებდა, გადავუხადა მოთხოვნილი თანხა. ის შემდეგაც მომცა საბუთები და გასაღები. ჩვენი ადვოკატის მიერ მოძიებული იქნა ყველა მაღაზია, ყველა ჯიხური, ლორის რუსოს სურათით, მანქანით, თუ აბარებდა ესეთი პიროვნება ვინმეს პროდუქტს. ყველა მისცა ჩვენება ჩვენ ადვოკატს, რომ ესეთი პიროვნება ჩვენთან არ დადის, არც ბულკი, არც არავითარი ნაწარმი ჩვენთვის არ მოუტანია მთელი წყნეთის ტერიტორიას. ამის შემდეგ მხეიძის ადვოკატმა ალექსანდრე კოხიამ თავად ლორის რუსო მოძებნა და სცადა გაერკვია თუ რა მოხდა სინამდვილეში. ლორის რუსო მას შეპირდა, რომ სიმართლეს გაუმხელდა. ადვოკატმა ეს შეხვედრა ფირზე აღბეჭდა. თქვენ დადრალებულად დაკითხვის ოფში ვთითებთ, რომ ეს პატრული ალექსანდრე მხეიძე სისტემატიურად გზალადა წინა 1 თვის განმავლობაში ფულს აღწევს. ჩემი განცხადება დაიწერა ღონისძიების შემდეგ. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რომ მე ადრე მძალავდა ფულს ალეკო მხეიძეს, ვინაიდან არ ვიცნობდი მე ალეკო მხეიძეს. ჩვენს მიერ შემოვლილი იქნა წყნეთში ყველა ის ობიექტი, სადაც შეიყიდება საკონდიტრო ნაწარმი და ფაქტურად ყველა აბსოლუტურად თუ კი ვინმე გამჭირველი არის, ვიდასტურებს, რომ თესვი 06 მარკის ავტომანქანით ჩვენთან არავის არ მოაქვს საკონდიტრო ნაწარმი და არავინ არაფერს არ გვაბარებს, რა სიტყვით ამას შესახებ. სწორედ მძანეს. ეს ყველაფერი იქნა დაწერილი ღონისძიების შემდეგ. ლორის რუსომ ასევე უარყო, რომ ის საკუთარი ავტომანქანით დადიოდა წყნეთში. და რა სიტყვით ამის შესახებ ყავს ეს მანქანა თქვენ თუ არა ყავთ, აქ არის ოფიციალური ცნობა, ითაც დასტურდება, რომ ეს მანქანა ამ ეტაპზეც დადის გურჯაანის რაიონში და მართავს დანელიშვილი ხურა. ეს მანქანა მე გადმომცეთ იმ დღეს, როდესაც უშუალოდ დააპირა ღონისძიების ჩატარება. და რა თქმა უნდა ერთი დღის ყავდა ეს მანქანა და დაუბრუნე უკან, როგორც კი ჩატარდა ღონისძიება. ადვოკატმა შეახსენა ლორის რუსოს ცრუდასმენის შესახებ პროკურატურაში დაწერილი ხელწერილი, რომელიც მას ჩვენების მიცემისას ჩამოართვეს. თქვენ გამხილებული ხართ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ შეგნებულად სრულ დასვენისათვის. ხელწერილი ჩემი დაწერილია, მაგრამ მე არ გამაჩნდეს ეგ მუხლი რას ითვალისწინებს, საერთოდ არ ვიცოდი. ეგ ფორმალურად დამაწერინეს და მომაწერინეს ხელი. თქვენ გამაცანით, რომ მე მეხსნება ეგ პასუხისმგებლობა, მე შემიძლია ყველაფერი დაგიწეროთ სინამდვილე. და მოგახსენოთ თუ რა მოხდა და რა იმახსნა და მზად ვარ რომ დაგიწეროთ ეს ყველაფერი. ამის შემდეგ ლორის რუსომ ყველაფერი რაც 5 აპრილის ღამის გადახდა დეტალურად დაწერა და ნოტარიალურადაც დაამოწმებინა. აი ბატონო ადვოკატო, აი ეს რაც შეესაბამება ალეკონ ხეიძესთან ყველაფერი არის დაწერილი ჩემს მიერ რაც იყო სინამდვილეში. ლორის რუსომ წერილში გენინსპექციაში შემუშავებული სქემა გაშიფრა. ჩემი როგორც ახსნა-განმარტებებში, ასევე დაზარალებულად დაკითხვის ოქმებში მითითებული ჩვენებები არ შეესაბამება სინამდვილეს და იგი დაწერილია თანამშრომელთა კარნახით. მოგახსენებთ, რომ მე ადრე მუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოში და ვიცნობდი კონკრეტულ თანამშრომლებს და მათი თხოვნით, ვინაიდან მათ აინტერესებდათ ზემოხსენებული ფაქტის გამოვლენა, მე მათ დავეხმარე. მე უნდა წავშულიყავი და პატრული ინსპექტორის დანახვისთანავე დამერღვია მოძრაობის წესები და თუ კი რაიმე დარღვევაზე შემომედავებოდნენ, მიმეცა მათთვის ზემოხსენებული თანხა. მართლაც მე დავარღვიე მოძრაობის წესები. მათ გამაჩერეს და მითხრეს, რომ ვიყავი ნასვამი. მე შევთავაზე მათ ადგილზე ჯარიმის გადახდა, მაგრამ მხეიძემ მოითხოვა ჩემი ნარკოლოგიურში გადაყვანა. წამიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც მე არ დამიდგინდა ნასვამობა და დავბრუნდით ისევ წყნეთში, სადაც იდგა ჩემი მანქანა. მხეიძემ მე ფული არ გამომართვა. რის შემდეგაც, სადაც მე ვიჯექი, იმ სავარძლის გვერდზე დავდე 20 ლარიანი კუპიურა. მხეიძეს და მეორე პატრულს ფულის დადება არ დაუნახავთ. მათ ჩემი თხოვნით დამაქოქინეს მიწოლით ჩემი მანქანა, მე წამოვედი და თუ რა მოხდა ჩემთვის არ არის ცნობილი. ჩემი წამოსვლა დაინახეს იქვე მდგომმა გენ ინსპექციის თანამშრომლებმა. თქვენ აქ მიუთითეთ, რომ ის ჩადეთ მარჯვენა სავარძელსა და გარეგშუა, ისე რომ ეს ხეიძეს არ დაუნახა. და ის მეორე პატრულს შესაძლებელი იყო დაინახა რა, იგი ხომ უკანის. არ ვიცი, სიგნალე იყო და ვერ გავარდი. მოგეს მადლობა. ხო, მომებრია ფერებს აუგინოთ პროკურატურას ეს მასალები, აქედან გამომდინარე ალბათ თქვენ მოგიწევთ პროკურატურაში ბაზარი. ლორის რუსოს ამ დაპირებას წინ დიდი გამოცდა ელოდა. ამ ჩვენებიდან 2 კვირის შემდეგ ვაგარშაკ ლორის რუსომ გენერალურ პროკურორს განცხადებით მიმართა, სადაც მან ზურაბადეიშვილს აუხსნა, რომ მე მხეიძისთვის დანომრილი 20 ლარიანი კუპიურა უნდა მიმეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის დავალებით, რომელიც ამ უკანასკნელმა არ გამომართვა და ახლა ვთხოვთ ხელახლა დამკითხოთ. ამის შემდეგ ის მართლაც დაიბარეს პროკურატურაში გასაკითხად. როცა ურეკავს ჩემი ადვოკატი, სადახარ აქამდე უნდა მოსულიყავი დაუშვათ 11 საათი და უკვე პირველი ხდება, ლორის რუსო პასუხობს, ამათ მოვყავარ. ჩემი ადვოკატი ეკითხება, ამათ ესენი ვინ არიან? დავით კეკუას თანამშრომლები. მოიყვანეს თეთრი ნივით, უკანა სამოსამსახურო შესასვლელიდან შეიყვანეს, აიყვანეს პირდაპირ გამოძიებელთან, დასვეს და რაც უნდათ თვითონ ბატონი დავით კეკუას ნაბრძანები, აი ეს დააწერინეს. პროკურატურაში ლორის რუსომ ადვოკატ კოხიასთვის მიცემული ჩვენება გადათქვა და მიუთითა, რომ ის იძულებით წაიყვანეს და რაც უნდათ დააწერინეს. მოგვიანებით კოხია მას კვლავ შეხვდა. ვაგარშაკმა მას ჩვენების გადათქმის ნამდვილი მიზეზი გაუმხილა. ეს ორი დღეს გადაგაჩერეს. იქ ავყავდი უშევარ. ხო. და შემიყვანეს საიდან? იცოდნენ